მოგესალმებით. დღევანდელი თემა არის ხერხემლის ჯანმრთელობა. თუ რამე გაწუხებთ, ან არ გაწუხებთ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ არანაირი პრობლემა არ გაქვთ ხერხემალში, მაინც ძალიან კარგი არის, რომ მიაქციოთ ყურადღება სანამ შეგაწუხათ. იმიტომ რომ ხერხემალს როგორც სხეულს, როგორც ადამიანს აქვთ ისება რომ ვერდება. ასაკი ემატება, ბევრი სტრესი გვაქვს, კვების ფაქტორები არის და ასე სხვა რამე, რაც განაპირობებს იმას, რომ სხეულში და უშუალოდ ხერხემალში გვიჩნდება სხვადასხვა პრობლემები, როგორც არის ოსტეოქონდროზი, სხვადასხვა ტიპის თიაქრები, პროტრუზიები და ესეთი კომპლექსი მოვიფიქრე, რამდენიმე სავარჯიშოდან შედგება, რომელიც ყოველდღიურად აბსოლუტურად ყველასთვის უსაფრთხო და კარგი არის. რაც შეეხება ოსტეოქონდროზს და ასევე სხვა ცვლილებებს ხერხემალში, მინდა გითხრათ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კვება და ისეთი ფაქტორები, როგორც ბევრი ყავის დალევა ან ბევრი შაქრის მიღება ძალიან ხელს უწყობს ამ დაავადებების განვითარებას, შეწუხებას და ასე შემდეგ. ამიტომ შესაძლებლად მაქსიმალურად შეამცირეთ ცხოვრებაში შაქრის ჭამა და ყავის და შავი ჩაის დალევა გამორიცხავს სხვადასხვა მარგებელ ნივთიერებებს ორგანიზმიდან და ამიტომ შეძლებლად სულ ამოიღოთ არ ვამბობ, მაგრამ შეძლებლად გააკონტროლეთ, რომ ვთქვათ 5 ჭიქის ყავის მაგივრად დალიეთ 2. ასევე ჩაის. ან დალიეთ ბალახეული ჩაი, რამდენიც გინდათ. კიდე, რა თქმა უნდა, ტელეფონი და гаджеტები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს თავჩახრილი არ იყურებოდეთ ტელეფონში, ან კომპიუტერში და იჯდეთ სწორედ გამართულად და თვალების სიმაღლეზე გქონდეთ ის ეკრანი, სადაც იყურებით. იმიტომ რომ როდესაც ტელეფონში იყურებით აი ესე თავჩახრილი, თქვენი თავი ბევრად მძიმე არის ხერხემლისთვის, ვიდრე ხერხემალი ამისთვის გათვალისწინებულია. ანუ ჩათვალეთ დაახლოებით 10-12 კილოგრამით მეტი უჭირავს ხერხემალს, ვიდრე როდესაც თავი სწორად გიჭირავთ. და სავარჯიშო, რომელიც ყველასთვის აუცილებელია დღევანდელ დღეს, ეს არის სუნთქვა, უნდა ისწავლოთ სწორად სუნთქვა, რასაც ქვია დიაფრაგმული სუნთქვა. ბევრი ადამიანი არ სუნთქავს სწორად, სუნთქავს ლავიწის ძვლებით, ან მკერდით, ზევით, ქვევით, მხრებით. შეამჩნიეთ თუ ეგრე სუნთქავთ, ან და თუნდაც დღეს ითვლება კიდე რომ შეტანიებული შიგნით მუცელი არის ლამაზი და ესეთ მოდუნებული მუცლით არ უნდა ვიაროთ, რომ გამოჩნდეთ რაღაცა ლამაზად, ესეც ძალიან დიდი სისულელე არის და ძალიან მავნებელია თქვენი სხეულისთვის, შიდა ორგანოებისთვის, რომელიც არის თეძოებში, ანუ ქვევით. ამიტომ უნდა ისწავლოთ სწორი სუნთქვა პირველ რიგში და რას აკეთებთ? შეგიძლიათ დაჯდეთ ეგრე, ან დაწვეთ ზურგზე, დადეთ ხელები მუცელზე, ან მუცელი და ნეკნები სადაც გაქვთ, მოადუნეთ წელი და მუცელი და გაცნობიერებულად დაიწყეთ სუნთქვა მუცელში, ისე რომ მოდუნებული მუცელი სპეციალურად არ გაბეროთ, მოდუნებული მუცელი გაბერეთ ჰაერით. იმ ჰაერით, რომელსაც ჩაისუნთქავთ ცხვირში. ანუ დაწვევით ზურგზე, შეგიძლიათ მოხაროთ ფეხები, ისე რომ წელი კომფორტულად დაწვეს
ლოგინზე, იატაკზე, სადაც აკეთებთ ამ სავარჯიშოს, რეკომენდირებული არის საღამოს ძივის წინაც და დილითაც ამით დაიწყოთ. რამდენიმე თვე უნდა ორგანიზმს, რომ შეეჩვიოს სწორ სუნთქვას. დებთ ხელებს ისე, რომ იდეს ნეკნებზეც და მუცელზეც, ან შეგიძლიათ დადოთ ერთი ხელი მუცლის ქვედა მხარეს და ერთი ხელი ნეკნებზე, მკერდზე, სადაც იწყება ზევით ნეკნები. და ჩაისუნთქავთ შემდეგნაირად. მოდუნებულ მუცელში უშვებთ ჰაერს ისე, რომ გაბეროთ მუცელი აწიოთ ხელი და ნეკნები გვერდებზე. ისე, რომ არ ახვიდეთ ლავიწის ძვლებამდე. სუნთქვა ოდნავ გაღრმავებულია, იმდენად გაღრმავებული, რამდენადაც თქვენთვის კომფორტულია. ამოსუნთქვა კიდე უბრალოდ მოდუნება არის, არაფერი არ შეცვალოთ სუნთქვაში, არ შეიკავოთ სუნთქვა და უბრალოდ მიეცით საშუალება ამოსუნთქვას მოხდეს. და ეგრე უნდა ისუნთქოთ რამდენიმე წუთი და დააკვირდეთ, როგორ ხდება სუნთქვა. ყოველ ჯერზე შეეცადეთ ჩაისუნთქოთ ოდნავ უფრო ღრმად, ამოსუნთქვა არის სრული მოდუნება. არ უნდა ჩაისუნთქოთ დახრჩობით, რომ ესე არა. რბილად ნაზად უშვებთ ჰაერს, შეგიძლიათ გაუშვათ თეძოებში და დააკვირდეთ, როგორ იბერება ჯერ მუცელი და შემდეგ ნაზად გააგრძელეთ ეს გაბერვა ნეკნებში. ამოსუნთქვა უბრალოდ მოადუნეთ და დააკვირდით, როგორ ხდება ამოსუნთქვა და მოადუნეთ მუცელი, წელი თუ გრძნობთ სადმე სხეულში დაძაბულობას. ამოსუნთქვასთან ერთად შეეცადეთ მოადუნოთ ის ადგილი, ან წარმოიდგინეთ, რომ ჩაისუნთქავთ მუცელით და ნეკნებით. ამოსუნთქვას კი უშვებთ იმ ადგილში, სადაც გრძნობთ დაძაბულობას და ის ადგილი დუმდება ამოსუნთქვასთან ერთად. როდესაც დაამთავრებთ სუნთქვის ვარჯიშს და ეგ არის უმთავრესი ვარჯიში, როგორი კომპლექსიც არ უნდა იყოს. კომპლექსი შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა ვარჯიშებიდან, სუნთქვა ყოველთვის დააყენეთ პირველ ადგილს. შემდეგ წევებით ზურგზე, თუ წელი გაქვთ ამოზნექილი, გაქვთ ჰიპერლორდოზი, ან უბრალოდ არაკომფორტული არის წელზე გასწორებული ფეხებით წოლა, ან ხრით ფეხებს, ან კიდე მუხლების ქვეშ იდებთ რამე ბალიშს, ან პირსახოთს, რომ მუხლები ოდნავ აწეული იყოს და წელი კომფორტულად დაწვეს. იატაკზე გაშალებთ ხელები გვერდულად, ისე რომ ხელის გულიდან ხელის გულამდე ერთი სწორი ხაზი არის. და იწყებთ თავის მოძრაობას მარცხნივ, შუაში, მარჯვნივ, შუაში. და აგრძელებთ ესეთ მოძრაობას, უნდა იყოს სასიამოვნო, არ ცდილობთ ძალდატანებით წაიღოთ თავით ძალიან, ან ხანდახან ხდება ეგრე, რომ თქვა თავს რო ატრიალებთ, ესე ასწორებთ და სხვა მხარეს ატრიალებთ, არა, დააკვირდით, როგორ კატაობს თავი იატაკზე, მოძრაობა არის იმდენად, რამდენადაც კომფორტული და სასიამოვნო არის და ჯერჯერობით გახადეთ ეს მოძრაობა სასიამოვნოდ, შეგიძლიათ დახუჭოთ თვალი, ძალიან ნელი მოძრაობა არის და რაც არის მნიშვნელოვანი, არის ეს მოძრაობა გაცნობიერებული. აკვირდებით, რა ხდება თქვენს კისერში, როგორ ხდება მოძრაობა, როდესაც ატრიალებთ თავს ერთ გვერდზე, მალა აკვირდებით, რა ხდება კისრის მალებში, როგორ ბრუნდებიან ისინი შუაში მალა და პირიქით.
როდესაც შეხვალთ ამ რითმში და გახდებთ გაცნობიერებული თქვენი მოძრაობის თუ რას აკეთებთ, შეაერთეთ მოძრაობასთან სუნთქვა. ანუ ჩასუნთქვასთან ერთად ისევ სუნთქვავთ დიაფრაგმულად, მუცლით ჩასუნთქვასთან ერთად თავი ბრუნდება შუაში, მოდუნებულ ამოსუნთქვასთან ერთად თავს ადრიალით ერთ გვერდზე, ჩასუნთქვასთან ერთად ისევ შუაში და ამოსუნთქვასთან მეორე გვერდზე და ასე შემდეგ, სანამ სიამოვნებთ და აკვირდებით ამ მოძრაობას. შემდეგ ვაგრძელებთ ხერხემალთან მუშაობას. ჩვენი მთავარი მიზანია რბილად გამომოძრავოთ ხერხემალი, არანაირი ხისტის ნექები არ შეიძლება არც ოსტეოქონდროზის დროს, არც არანაირი პროტრუზიების ან თიაქრების დროს, ამიტომ ძალიან რბილად და ნაზად მოხარეთ ფეხები, ფეხის გულები და მუხლები ერთად და თავის მოძრაობას უმატებთ ფეხების მოძრაობას. შუაში არის ღრმა მშვიდი ჩასუნთქვა მუცელში, ამოსუნთქვასთან ერთად მუხლები მიდის, ვთქვათ მარჯვნივ, თავი მარცხნივ, ჩასუნთქვასთან ერთად შუაში, ამოსუნთქვა ფეხები მარცხნივ, თავი მარჯვნივ. და ასე ვაგრძელებთ. შეიძლება დიდი ხანი დაგრძელოთ, რამდენიმე თვეც კი იმისთვის, რომ სუნთქვა და მოძრაობა გახდეს ერთი, მოიხელვებთ, შეეცადეთ. მოძრაობა არის რბილი და გაცნობიერებული, აგრძელებთ ამ მოძრაობას. რა არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენი მხრები არ ცდება იატაკს, მაგრამ ხელები და მხრები არის მოდუნებული. არ აქვს დიდი მნიშვნელობა დადებთ მუხლებს იატაკზე თუ არა და აკვირდებით, როგორ კატაობს წელი იატაკზე, როგორ ხდება მოძრაობა, როგორ იზნიქება თქვენი ხერხემალი. მთლიანად ეთლობით თქვენს შეგრძნებებში. ასევე აკეთებთ რამდენიმე წუთია მოძრაობებს 4-4 ჯერ მაინც ყოველ მხარეს. შემდეგ დაწვევით ზურგზე და 10-20 წამი დააკვირდით რა ხდება წელში, კისერში, მხრებში. სუნთქვავთ მშვიდად და აკვირდებით, სუნთქვა ისევ არის მუცელში მშვიდია თუ მუცელი გაქვთ დაწამული. კარგად გაიწერეთ, მოტრიალდით ერთ გვერდზე, მეორე გვერდზე და ჯდებით. წინა ვიდეოდან იცით ეს ასანა, დანდა ასანა. ეს არის ესეთი ასანა, რომელში ჯდომის დროს თქვენი ხერხემალი თავისით მაგრდება, ძლიერდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ხერხემლისთვის. შეიძლება გტკიოდეთ ბარძაყები, შეიძლება გტკიოდეთ ზურგი და აკვირდით, თუ ძალიან რთული არის ამ ასანაში ჯდომა სწორი ხერხემლით, შეგიძლიათ დაიდოთ დუნდულების ქვეშ ბალიში, ან ოდნავ მოხაროთ ფეხები და შემდეგი სავარჯიშო არის კისრისთვის. ხელებს დებთ თქვენს სხეულთან, ან ცოტა უკან, თუ გრძელი ხელები გაქვთ, მნიშვნელოვანი არის, რომ არ ეყრდნობით ხელებს. ზიხართ გამართული ზურგით და ჩასუნთქვისაც თითქოს თხემს გქაჩავთ ვიღაცა ზევით, რბილად ამოგაქვთ ხერხემალი ზემოთ, არა ნიკაპით ზევით, თხემით ზევით. მხრები არის ჩაწეული. წარმოიდგინეთ, რომ კისრის გარშემო გაქვთ ესეთი მყარი საყელო,
ჩასუნთქვისას ამოგაქვთ ხერხემალი, აკვირდებით რა ხდება ზურგში. ამოსუნთქვისას მიგაქვთ ერთი ყური მხართან, ოღონდ მხარს არ წევცევით და აკვირდებით როგორ ეწედება კისერი. ჩასუნთქვისას შუაში ამოგაქვთ ისევ ხერხემალი ზევით, ამოსუნთქვისას მეორე ყური მეორე მხართან, ჩერეს მყარი საყელო, არ აგდებთ კისერს. და ესე აგრძელებთ. რამდენიც გამოგდით, თავიდან შეგიძლიათ 5 ჯერ ყოველ მხართან. შემდეგ, როდესაც მიეჩვევით, 10 ჯერ აგრძელებთ და აკვირდებით. უნიშნელოვანესი მომენტი ის არის, რომ მოძრაობა, ყოველი თქვენი მოძრაობა იყოს გაცნობიერებული. ანუ თქვენი ყურადღება უნდა იყოს იმაში, რას აკეთებთ. შემდეგ, როდესაც დაამთავრეთ ყოველ მხრისკენ თავის მოხრა, თავის შუაში ჩასუნთქვა, ამოვიღეთ ხერხემალი ზევით, ამოსუნთქვა ნიკაპი მკერდთან. თავარია არ მოხაროთ ზურგი მაგ დროს და ჩერეს საყელო. ჩასუნთქვა, ამოიღეთ ხერხემალი და ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ არ აგდებთ კისერს უკან. ჩერეს საყელო ავწიეთ თავი ვიყურებით ზევით და ვაგრძელებთ ამ მოძრაობას ასევე. სუნთქვასთან ერთად ყოველ ჩასუნთქვაზე კარგად ამოიღეთ ხერხემალი ზევით, ჩაწიეთ მხრები ქვემოთ. კარგი. და ბოლო სავარჯიშო, რომელიც არის ყოველთვის რეკომენდირებული, თუ გაქვთ მჯდომიარე სამსახური, ეგ არის რბილი სასიამოვნო გავარჯიშება თქვენი ხერხემლის ზივართ ვაჯრაასანაში. ვაჯრაასანა თუ შესაძლებელია ჯდებით ქუსლების შუაში, ისე რომ დიდი თითები ერთმანეთს ეხება, მუხლები ერთად, ან ოდნავ მოშორებით ერთმანეთისგან. და აქ მნიშვნელოვანია, როგორ ჯდებით და დგებით. უკაცრავად. ესე იგი, ადგომაც და დაჯდომაც ხდება შემდეგნაირად, რო დგებით. თითქოს თხემით ქაჩავენ ზემოთ, ანუ ზურგით წინ არ უნდა ადგეთ. დგებით თქვენი ბარძაყების საშუალებით, ეგ იქნება ჩასუნთქვა, ხელებს დებთ მხრების ქვეშ, ფეხებში არის 90 გრადუსი. ამას კარგად დააკვირდით, ესეთი მდგომარეობა არ უნდა იყოს, არც ესეთი. ანუ ხელები იატაკს პერპენდიკულარულად, ფეხებში 90 გრადუსი, თქვენი ზურგი აი ესე სწორედ რო დადგეთ, იატაკს პერპენდიკულარულად არის. ესე იგი, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, შეზნიგეთ კუდუსუნი, ჩასუნთქვასთან ერთად კუდუსუნიდან დაწყებული მალა-მალა გაშალეთ ზურგი, წაიღეთ მხრები უკან, აქ კარგად უნდა იგრძნოთ მკერდი, აიწიეთ თხემით ზევით. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, მალა-მალა ჯერ მოხარეთ კისერი, ამოვიდა ზევით თქვენი მკერდი, სარე წელი და შეზნიგეთ ხერხემალი. და აგრძელებთ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვებს. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ თითქოს წარმოვიდგინეთ, რომ ჩასუნთქვა ხდება კუდუსუნიდან დაწყებული მალა-მალა გადის ყოველ მალაში, ამოდის თავში,
ამოსუნ თქვა კისრიდან მალა მიდის კუდუსუნში. შეგიძლიათ დაითვალოთ თან. როდესაც დაითვლით 18-ს 19 დგებით და ისევ სწორი ზურგით, არა საჯდომით უკან, სწორი ზურგით ფრთხილად ჯდებით კუსტებს შორის. და გაჩერდით რამდენიმე ხანი, მოდუნდით და დააკვირდით რა ხდება თქვენ ზურგში და ხერხემალში. ვაჯრასანაში ჯდომაზე მე გადავიღებ სხვა ვიდეოში და მინდა მოგახსენოთ, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სავარჯიშოები, რბილი გავარჯიშებები ზურგის გააკეთოთ ყოველ დღეს, კვირაში ერთხელ და ორჯერ. ეს სავარჯიშოები არ მოგიხსნით არც ტკივილს და დიდად არაფერს ჯობია, მაგრამ დიდად არ დაგეხმარებათ. ესეთი სავარჯიშოები აუცილებელია მით უმეტეს თუ არის რამე პრობლემები ზურგში ყოველდღიურად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ სავარჯიშოების გარდა კვირაში ერთხელ ან ორჯერ იმუშაოთ თქვენ კუნთებზე, რომელსაც უჭირავთ თქვენი ხერხემალი. ეგ არის პრესის კუნთები, ბარზაყის კუნთები, საჯდომის კუნთები და რა თქმა უნდა ზურგის კუნთები და კუნთები ხერხემლის გასწვრივ, იმიტომ რომ თქვენ არ გტკივათ ხერხემალი და ხერხემლის ძვლები, თქვენ გტკივათ გარშემო კუნთები, რომელიც სპაზმირდება და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.